საქართველოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა კალათბურთში სპორტის სასახლეში მატჩი ჩხუბი დასრულდა. თამაშის დასასრულს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდის კალათბურთელმა ბესო ლეჟავამ საჯი მაკაკუპატაძეს სცემა. სპორტის სასახლეში იმყოფებოდა ჩემი კოლეგა ჯემალ ფარცახაშვილი. ჯემალ, ცნობილია თუ არა რა გახდა ჩხუბის მაპროვოცირებელი მიზეზი? კიდევ ერთი არასასიამოვნო და საკმაოდ უმსგავსო საქციელი ქართულ სპორტში, თუმცა ამჯერად არა ფეხბურთში, არამედ კალათბურთში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ მთელი ამ ერთი კვირის მანძილზე სწორედ ასეთ ფაქტებზე ვსაუბრობთ. რაც ეხება უშუალოდ ინციდენტს, მატჩის მიწურულს შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელი ბესო ლეჟავა საჯთან მაკაკუპატაძესთან მივიდა და თავის ემოციები საკმაოდ აგრესიულად გამოხატა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სავარაუდოდ ხვალ გაიმართება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის ხდომა და სავარაუდოდ ვერდიქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კალათბურთელის მიმართ საკმაოდ კაცრი იქნება. კალათბურთში მსგავსი რაღაც ხშირად არ ხდება, მაგრამ სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ მოხდა სადისციპლინო კომიტეტი ამას განიხილავს და ხვალზე უკვე გვეცოდინება გადაწყვეტილება. რამდენად თქვა კაცრი იქნება სადისციპლინო კომიტეტი? ძალიან კაცრი იქნება. რა გითხრა წინასწარ. თქვენ როგორ შეაფასებთ? ძალიან საზღარი საქციელი მოთამაშის. იყო რამოდენიმე მსაჯების მიერ დასებული შეცდომა იგივე ტუჯანზე, რომელიც შეიძლება და ნამდვილად იყო ჯარიმა დაიჭირეს სამკვლელზე და ის არ დაისწრინა აქეთ მივიღეთ, რამაც შეიძლება განაპირობა კიდეც ბოლოს ეს ყველაფერი. ამიტომ უნდა დაისწრინოს ის ჯარიმები, მე მგონი იყო ნამდვილად და თუმცა არ დაისწრინა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა გამართლება არ აქვს და არ ვამახტებ რა თქმა უნდა მოთამაშეს. რა თქმა უნდა გამართლება არ აქვს, როდესაც მოთამაშე ასე დაიწევა, მაგრამ ჩვენ თანამდებობით ვიცით ეს ფაქტებითაც აგვაქვს, რომ საჯმა შეუძლია სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენ მოთამაშეს. ამას ტელევიზორში ვერ გავიმეორებ, რაც იყო. ანუ სიტყვებმა გამოიყვანა ეს მოთამაშე წყობიდან. არ მგონია რომ ვინმე ვინმე მოთამაშისთვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს, მაგაში დარწმუნებული ვარ თავზავდებ. უბრალოდ არანაირი გამართლება არ აქვს მოთამაშეს ასეთ ცელას, ვინც არ უნდა იყოს ეს დაწყებული ჩემი ძმას თამაშობდა დღეს და ნებისმიერი მოთამაშე დამთავრებული. ყველაფერი მოედანზე რაც ხდება, შემდეგ გაარჩევს სპეციალური კომისია და თუ ვინმე დასაჯელია დაჟის, საჯი იქნება ეს მოთამაშე თუ მწვრთნელი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის ხდომა სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, სადაც დეტალურად განიხილავენ მომხდარს. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სოხუმის საკალათბურთო გუნდმა საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება 79-75 და ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა მოახერხა. ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები 10 მაისს გაიმართება.